რა ლამაზი დღეა რა ნათელი მზეა ხმებში თუ არ გასალით არ მივიდეთ იმიტომ რომ დღეს არის დაბადების დღეა ანრიკო გილოცა გავიხარეთ გავიმარჯვეთ მოდი გაკოცო გილოცა და მოდი ბორია შენ ერთად დღეს რომ დავიწყებ ბედიანია ის დღე ბედიანი წარმოიდგინა დაბადების დღე ხემშვიდობისა მოგესალმებით ყველას აი ასეთი რაღაცა ძალიან თბილი დღე გვაქვს დღეს ჩვენი ანრის დაბადების დღე არის და კიდევ ერთხელ გილოცავ ჩემო საყვარელო და მე ვიცი რომ ძალიან ბევრი კომენტარები იქნება და მე მინდა რომ სულ სიკეთე ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო გისურვო და პატარა სიურპრიზები გელის რა იქნება კაცმა არის უკვე ერთი სიურპრიზი ყავს კარგია მიხარიხარ დიდი მადლობა მივესალმებით ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს და აქვე ვისარგებლებ შემთხვევისა ჩვენს ნინო ხიმშიაშვილს ჩვენს ხიმშოს ჩვენს მხატვარს ჩვენი დიდი ოჯახის ფანტასტიურ წევრს უსურვებთ ვილოცავთ გოგონას შეძენას ფანტასტიკური პატარა გოგონა ჯამთერი გემყოფოს ღმერთმა ბედნიერი წარმატებული და რაც შენ მას უსურვო ის ერთ-ერთ შეასრულებოდეს იმიტომ რომ დედის ლოცვა ყველაზე მთავარია შვილისთვის და მოკლედ ასე ბედნიერად კიდევ ერთ სტუმარი უნდა წარვადგინოთ ხო აუცილებლად არაჩვეულებრივი ქალბატონი ბორიკო წარადგენე შენი შესანიშნავი კომპოზიტორი ჩემი ლექტორი ქალბატონი ნესტან ტურაბერიძე მოგზაურობთ ვიხარიხართ როგორ მიხარეთ ჩემს დაბადების დღეს ლამაზი ქალბატონები რომ მოგბრძანდებიან ხოლმე მოგბრძანდებიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის დაბრძანდით სადაც მოსახერხებელი იქნება. Merci მადლობა. გაბრაზებდათ ბორიკო ქალბატონესთან? არა, გვითხარით, არ დაგვიმალოთ. ჩვენ ბორიკოს უფრო ეგეთი ნიუანსები გვაინტერესებს. თორე ისე რომ ბრილიანტი გყავს ვიცით. ხო, ბორიკო არის ძალიან პუნქტუალური, ძალიან ყოველ მხრივ აბსოლუტურად. დღეს დაიგვიანა, გვატყუებთ. არა, არ დაიგვიანა. ზედმეტად პუნქტუალურია. კი, გეტყოთ 11 საათთან აქ კი ბატონო, მეც ვხედავ კიდევ. როგორი ბიჭი იყო მართლა აი? გამორჩეული იყო თავიდანვე, როგორი ცხმა გამორჩეული, პლასტიკა გამორჩეული, ვიზუალი გამორჩეული. ნამდვილად თავიდანვე გამოირჩეოდა თავისი მონაცემებით. ჯერდი ძალიან თბილი ადამიანია, გამორჩეულად და შემდეგ თავიდანვე იყო ძალიან ნიჭიერი. როცა გავიცანი, თავარი თქვენ თქვით ადამიანია გამორჩეული. ნუ პიროვნება საოცარი. ფანტასტიკური. დიდი მადლობა გავწის. ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მე ვიყავი სულხან საბა ორბელიანის პედაგოგიური ლექტორი და მაშინ ბორიკოს სწავლობდა იქ ჩვენთან და იქ გავიცანით. გეოგრაფია, ტურიზმზე იქა და ორივე დაწმანი სოფოს და ბორისიც მაშინ გავიცანით და მას შემდეგ მეგობრობთ. გითხარით ისეთი მხარეები, რომელიც არ ვიცით ჩვენ არ ვიცით. ნიუანსები გოგოებს როგორ ეპრანჭებოდა გოგოებს. ნუ გოგონები ამოუწურავი თემაა ბორის პედიასთან მიმართებაში. მას კი არ უყვარს რომ სავეკითხებით და არც ვეკითხებით. ერთი ბიჭი ვიყავი, 30 გოგოს. დედა მაშინ სულხან-საბაში ეგეთის იგივე მდგომარეობა იყო კონსერვატორიაში ბიჭების ნაკლებობა და ასე რომ ამ მრჩეული სტუდენტობა გავატარე ძალიან კარგი სულ სიმღერაში და ყველაფერი კარგში. განებივრებული სტუდენტობა შეიძლება ეთქვა. ნუ ბორისის ყველასთვის საზოგადო ცნობილია რომ აქვს განსაკუთრებული ხმის ტემბრი, შემდეგ არაჩვეულებრივი მხატვრული საშემსრულებლო გამომსახველობა ტექნიკურად ძალიან მაღალ დონეზე ფლობს ხმის ტექნიკას, საშემსრულებლო ტექნიკას და ასე რომ ყველა კომპოზიტორისთვის სანატრელი მომღერალია. თავიდანვე მიხვდით რომ ბორიკო ესეთი ნიჭიერი იქნებოდა და ესეთი წარმატებული და ესეთ გზა ექნებოდა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. ამიტომაც დიდი სცენები უკვე დაიპყრო. კოჭებში ეთყობოდა. კოჭებში ეთყობოდა. როდის მიხვდით რომ ბორიკო არის ეს ადამიანი, რომელიც შეასრულებს თქვენს სიმღერას? პირველივე გაცნობისთანავე მე მივხვდი, იმიტომ რომ ორივე დაძმას შესრულება მოვისმინე დუეტში, ჩემთან ოჯახში და მაშინვე მივხვდი, რომ ამათ იქნებოდა ძალიან დიდი მომავალი, როგორც მომღერლებს და როგორც ადამიანებს. თქვენ თავად მუსიკალური განათლება გაქვთ? საიდან მაინტერესებს? მნიშვნელოვანია, როცა აფასებთ, დაუშვათ, დაამწყებს ერთია მსმენელი და მეორეა პროფესიონალი. კი ბატონო. მაინტერესებს თქვენ საიდან? ნუ ამჟამად ვარ კომპოზიტორთა კავშირის წევრი კომპოზიტორი. თავიდან ვსწავლობდი ნიჭიერთა აწლეთში ზაქარია ფალაშვილის სახელობის. იქ კომპოზიცია
კომპოზიციას გვასწავლიდა მერი დავითაშვილი. ოჰ, ფანტასტიკური. შემდეგ ვსწავლობდი კონსერვატორიის პირველ ფაკულტეტზე მუსწოდნეობაზე. აქ ძალიან ცნობილი კორიფეები გვასწავლიდნენ ბატონი ოთარ გორდელი, ზაქარია ფარიაშვილის შვილი, მოგეხსენებათ და გვასწავლიდა პოლიფონიას, ფუგების წერას. მან მირჩია სწორედ რომ ნესტან კომპოზიციას უნდა გაყვე აუცილებლად, თორემ მე ვერ გავბედავდი ნამდვილად. შემდეგ მასწავლიდნენ ბიძინა კვერნაძე, ნოდარ მამისაშვილი, მათ საკომპოზიციო კლასში ვიყავი და სხვადასხვა მიმართულება მომცეს კომპოზიციაში. ბატონი ბიძინა მიმითითებდა რომ თუ გინდა რომ კარგი კომპოზიტორი იყო, მაშინ დაწერე მელოდიური სიმღერები და მელოდიური ნაწარმოები და ბატონი ნოდარ მამისაშვილი მიმითითებდა რომ ატონალური მუსიკა უნდა შექმნა, ანუ მე-20 საუკუნის მუსიკის ტექნიკით და აი ესეთ ორი მიმართულებით არის ჩემი შემოქმედება. ანუ ორი მიმართულებით რაღაცა ერთზე არ შევჩერდეთ. საბოლოო ჯამში კლასიკას გაყევით? არა, როგორ არის, იცით, კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებებიც მაქვს და მაქვს საესტრადო ნაწარმოებებიც. სიმფონიური ორკესტრისთვის, კამერული ინსტრუმენტული და საესტრადო. ძალიან დიდი თქვენ გქონიათ ბიოგრაფია ქალბატონო. ფანტასტიკურად. ფანტასტიკურად უკრას როილზე, ხო? თქვენ გქონიათ ბიოგრაფია. აკომპანიატორიც კიდე არის არაჩვეულები. ბორის, ეხა პედაგოგი შეგვიფასეთ. სტუდენტი ხო შეგაფასათ. ეხა პედაგოგი შეგვიფასეთ. ჩვენ დღეს კი ვხედავთ როგორი ლამაზი ქალბატონი და როგორი წარმოსადეგი და როგორი განათლებით, მაგრამ ეხა გითხარი პედაგოგი როგორი იყო, გჟი და არა, ვითარ პირიქით, აი, პედაგოგზე პირიქით შეგაყვარებს ლა ბიჭო, ლა გეუბნებოდა ფა არა, ბორისთანაც ელემენტარული საკითხი. არა, მისი პროფესიონალიზმი ვლინდება იმაში, რომ ძალიან მალე სწავლობს და ითვისებს ნაწარმოებს. ფაქტიურად 3 რეპეტიცია გავიარე ჩემთან როიალზე და მე პირდაპირ სტუდიაში ჩავწერეთ ნაწარმოები. სულ მაინტერესებს ხოლმე კომპოზიტორი. ბორიკო მართლა ძალიან მეჩვენა. რა არის იცით, თავის თავზე როგორ ჩანს აქტიურად მუშაობს და არის მუდმივად ფორმაში და ასეთ შემთხვევაში შედეგი მალე დგება. სტუმარია ჩვენი მეგობარია. აუცილებლად ანდრე უნდა ვკითხო წინა სტუმრობაზე გახსოვს მე ვკითხე სულ მეთქი ხარ პიჯაკი რაღაც ესე. აჰა მოვიდა დღეს ჯინსი. აი მოვიდა. დავა მახსოვდება მიქი არ თქვა სულ პიჯაკი რა არის და ახლა ძალიან ისე მოვედი. ფანტასტიკურ ფორმაში ხარ. რა მაინტერესებს სტუდენტობის დროსაც აი ესე დადიოდა. როგორც კახელები იცი როგორ პეცინი კათო. გეშენ. აი პიჯაკი რაღაც შარვალი თუ უფრო თავისუფლად. ძალიან გემოვნებიანი ადამიანია და ეთყობა ყველაფერს. ბორიკო, დღეს შენს პედაგოგთან, ქალბატონ ესტანთან, როგორც პედაგოგს ისე ურთიერთობ თუ უკვე მეგობრები ხართ? რა თქმა უნდა, ძალიან კარგი დამოკიდებულება შესანიშნავი დედიკო ყავს ქალბატონი ნათია და აუც ახლობლები არიან ჩემი ძალიან დიდი მეგობრები არიან ჩემი რა. მაშინ დიდი მოკითხვა ქალბატონ ნათია მოკითხავთ. ფანტასტიკური ოჯახი და მისი და ასევე მოცეკვავე ხო სუხიშვილების. და ნუ ესე კი თქვენთან კეიმს და დროსტარებას არაფერი არ ჭირდება. ცეკვა, სიმღერა, ინსტრუმენტი. სუხიშვილებში ნინო. შემდეგ თეატრი ნაბადი გახსნა. უი, თეატრი ნაბადი ჩვენთვის ძალიან ცნობილი თეატრია და ბევრი ჩვენი მეგობარი კოლეგა არის, მოღვაწეობს იქ. სხვათა შორის მოვიკითხავთ ამ თეატრის თითოეულ ადამიანს არამშრომლობს. მოდით მოგვიყევით ახლა აი ამ სიმღერის შესახებ, რომელიც თან ბორიკოს აჩუქით. დიახ, ამ სიმღერის შესახებ, ესე იგი ჯერ მუსიკა შევქმენი და შემდეგ ლექსის მოძებნის პროცესში ვიყავის და ერთ-ერთი არაჩვეულებრივი პიროვნება ებრაელი ეროვნების წარმომადგენელი მეირ მაქს შავიდი. სხვათა შორის ცნობილი ადამიანია ქალაქში და ამავე დროს არის მეცენატი. ბევრ ადამიანებს და ბევრ ღონისძიებას აფინანსებს თავისი ინიციატივით, რა თქმა უნდა და მასთან მივედი, მკითხვა მინდოდა, უბრალოდ რას მერჩევდა, ლექსი როგორ შემერჩია და ისეთი იმპულსი მომცა შენაგანად ძალიან დადებითი ადამიანია და ძალიან კეთილშობილი და თან უთხარი რომ ძალიან მორწმუნე ვარ, მეთქი მაშინვე გაირბინა და ხატები მაჩვკა ღვთისმშობლის და მაცხოვრის. და მისი სახლიდან ჩვენ საღლამდე იქნება დაახლოებით 1 კილომეტრი და მე და დედა ფეხით წამოვედით და თვითონ მირჩია რომ მოდი რა შენ თვითონ დაწერე ლექსი და არავის არ სთხოვო. ისეთი იმპულსი მომცა ემოციური, რო წამოვედი გზადაგზა მობილური მეჭირა ხელში და ყოველ სტროფს წერდი პარალელურად, იმიტომ რომ არ გეშლება ხელი ჩაწერაში, დაფიქსირებაში და ვიდრე სახში მოვედი ეს ლექსი მთლიანად დავწერეთ. აი ესეთი გამართლება. მე ახლა ნატკვა სანამ მაგ კონკრეტულ სიმღერას გაგრძელება იქნება და მე შესრულება მე ცოტას გავიწევი და შორი დამკითხავ, იმიტომ რომ ვიცი რომ ბორიკო კითხვა გინდა რა. ბორიკოს არ უყვარს ეკითხვა, რამე რო არ ჩამარტყას. ბორიკო პირადში რა ხდება? უნდა მეკითხაი. პირადში არ როგორები ვარ, ხო იცი? რასაც გეტყვი რომ არ მკითხო, იმას კითხავ და
ისეთი არაფერი ახალი, ხო? ისეთი არაფერი ახალია. ჯერჯერობით არაფერი. კარგი. წეგან ვისაუბრებ თუ შენ ქორწილშიო ესე მოტეხილი აჭარულიო თუ როგორ უნდა ვიცო. ეგ მინდა ეგ. ხო, და იქნება ალბათ ძალიან მალე ახლა მომავალ. აი ეგ მოიცა. ამის მოტეხილი აჭარული удავდა. ესე იგი ამის გამო მოახლოებულია. ამის გამო ერთი რამ მითხარი მარტო. მოახლოებულია ეგ დრო? მიმანიშნე. ასე როგორ ავთქვა. გუმანით მაგძნობინე კაცურად რაღაცა მომარტყი ხელი ჯიღი. ხო, ერთმა იმან მითხარ, რა ქვია ესეთი წინასწარმეტყველი როა, თქვენთანაც არის ხოლმე. რაღაც 41-42-ის იქნებიო ცოლს რომ. ახლა რამდენის ხარ გითხარი კაცო? 41-ის ვარ. შენ შემოგევლე. არის მოახლოებული, ალბათ რა ვთქვი, უჯერეთ მოახლოებულია და ხო. თუ მაყარში ვარ. რაღაცა ხო რა, თან მაინც. მაყარში ვარ, ერთ-ერთი მაყარი პირიქით არის გოგოს მოყვებიან ხო? ვათქმევინე. ან სადღაც არიო, ვათქმევინე, სადღაც უკვე ჩანსო, გაიგე? სილუეტი ჩანს. შენ შემოგევლე, გორიკო. რაღაცა სიახლეებიც გვაქვს, ხომ ეს გათქმევინე. ხალბატონესთან ბედნიერი ფეხი გაქვს. აი ახლა ამ სიმღერას რომ იმღერებს აუცილებლად გამოჩნდება ბორისის შესაფერისი მანდილოსანი. უკვე დაგვიფიქსირა. ეხლა მითხარი შენ რა მაინტერესებს? ეხლა შემთხვევით წამოგცდა თუ შემთხვევით წინასწარმეტყველები და გჯერა წინასწარმეტყველების? არა, ეგეთი იმების რა ვიცი ხა ამჯერა მაინც. მე მჯერა. მეც რომ მორწმუნე ვარ, მაგრამ ისეთი გულით მითხრა, აი გრძნობო რაღაცა და კარგი უნდა ადამიანს და კარგი მუხტი მომცა და რა მეთქნა. აი აქცევ ყურადღებას ახლა იყო მარწყვის მთვარე, რაღაც მარწყვის მთვარე. თვალი მითამაშებს. რაღაცა მარილი დამეყარა. დღესის არის ხო. კატამ გადამირგინა. ეგეთ რაღაცებს აქცევ. არა. კი, საერთოდ ასტრონომია, ასტროლოგია ძალიან საინტერესოა და ძალიან კი. უყურებ და მაინტერესებს კიდე, მაგრამ ყველაფერი მთლადაც არ ემსხევა, იმიტომ რომ მოდი ვთქვათ, ეხლა ვთქვათ მორიელს აქვს ეს დღე ისეთი ცუდი. კი ბატონო, კი. მაგრამ მშვილდოსანს კარგი, მაგრამ მე მშვილდოსანიც ვარ ნახევრად 22 ნოემბერს ვარ და ამიტომ მე რხეობ ხანაკე და ხანაკე. და ესეთი ისაა. გოგოს საუბრები ჰოროსკოპს აქვს მნიშვნელობა ამ დონეზე თვითვალის არა ვესაუბრე რა ჰოროსკოპია ხა რა ჰოროსკოპის მიხედვით არა ეგეთი ამბებია აი დაუშვათ იმას რო კითხოთ რომ ეს ჰოროსკოპი სიტყვაზე არის ტყუპები მე ვარ შენ თავი დაანებე ტყუპებს ბოდკაი სასწორი მე ვარ მშვილდოსან აი ვერ ვეწყობით ესე მაგრამ რას მიერჩევ ამას მიაქცევ ყურადღებას თუ არა არა ეგეთი ნოცა ერთი მომეწონა თუ გოგო და რას დევეძებ ის ჰოროსკოპს ბორის ყველაფერი უფლისნებაა ჩემი დაბადების დღე რომ დაიწყო შენით აი გულით გეუნები მე ვარ ძალიან მიყვარხარ და ხო ჩემი ხარებული ადამიანი მე მინდა ახლა ბოლოს გითხრა რომ მადლობა შენი ადამიანებისთვის შენი მეგობრობისთვის შენ იცი მეგობრობა შენ იცი გაღიმება შენ იცი სითბო დამოკიდებულება და პროფესიონალი ხარ მეტი რაღა დავამატო ამას და შენ უყვარხარ ძალიან ბევრ ადამიანს და მეც მინდა ეს სიყვარული შენ გადმოგცემა ძალიან დიდ პატივს გცემს და თელს თქვენ ოჯახს და ქალბატონესთან მე გამეხარდით თქვენ რო გაგიცანით ასე ახლა თქვენი სიმღერა უნდა შეგვისრულოს ბორიკომ ახლა დიახ სიმღერას ეწოდება გული თუ გაქვს თბილზე თბილი ვინმეს თუ მიუძღვენით გული თბილი აი ბორიკოს მე თქვენ ვის მიუძღვენით თქვენ მე დიახ თქვენ ბორიკოს მიუძღვენით ყველას გიძღვნით გული აქვს თბილი ყველას გიძღვნით კიდე ეძღვნებათ გულთბილ ხალხს და მე რა უნდა გავაკეთოთ გულთბილად გავიდეთ სარეკლამო ჭრას და ძალიან მალე დაგიბრუნდებით ხო გული თუ გაქვს თბილზე თბილი სიყვარულზე იმღერებ უფლისად მირწმენის მადლით სხვებსაც ხომ ამღერებ სამშობლოსთვის დავდადებულ გმირებსაც ხომ უმღერებ ბედნიერი მომავლისთვის სიკეთეს გააკეთებ ნაკადული მოჩუქჩუხე მზის სხივებმა გაათბო შენი გული მოალერსე ვარდის სურნელმა დათრო მთაწმინდიდან სიოგვედრფის სევლება საფირუზის ფერი არის ლურჯის ღვაკი გვემფერება სვედი ცხოვლის დიდ ტაძარში უფლის კვართი მაცაფქვევს თამარ მეფის სამშობლოში რუსთაველი ღიღინებს მოყვასისთვის სიყვარულში დედამიწას სიღვიძებს ერთგულების გზად დახიდად მეგობრობას იმარჯვებს ნაკადული მოჩუქჩუხ
გაცფო შენი გული მოალენსე ვარდის სურნელმა დათრო თაწმინდიდან სიოგოვე დრფის არემარესებლება საფირუზის ფერი არის ლურჯის ღვაკი გვეფერება ლურჯის ღვაკი გვეფერება